გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasavles Squeltanetan mamaqla daidzaxe Turbo savrebo tsi ტურბოზავრები 34 თქვენ საძებნელად მოვდივარ პეჭას ხედა ბორიასაც აი ფედია თვითონ გამოჩნდა ეს უსამართლობაა რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი ერთი წლის შემდეგაც კი კარგი რა როცა მე ვეძებ პირველ რიგში ხეებს ვუყურებ ყველაფერი იმის ბრალია რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის აი ტყეში ადვილად დავიმალებოდი დეიდან ორა გვიგრძელავს ტყეში სიარულს გავაგრძელოთ თამაში ფედია ახლა შენი ხუჭები 1 2 3 4 5 არ მესმის სად წავიდა იქნებ ტყეში წავიდა გახსოვს გვითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის მე ვიპოვი თანაც ადვილად ბორია გინდა რომ მარტო მოძებნო ის ჩემი ძმა ამიტომ მე უნდა მოვძებნო მიშველეთ და მეხმარეთ ო ფედია ბორია მარტო არ უნდა გაგვეშვა ახლა რა გავაკეთოთ მე ვიცი ტურბოზავრები დაგვეხმარებიან შესანიშნავი კადრია თქვენი დახმარება გჭირდება ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ პანიკას ნუაყვებით აუ ზერი დასახმარებლად ვიფრინავს არ ვიცოდი რომ ტყე ასეთი დიდია და ავიღალე შია ყველა შია და სტყურია საინტერესოა ოდესმე გვიპოვიან თუ არა ვიპოვე მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება ერთ მხარეს ჭაობია მეორე მხარეს კი უფსკრული უფსკრულზე გადავიდეთ ვაუ რა მხელა უფსკრულია ახლა რა გავაკეთოთ შენ ამბობ რომ შეუძლებელი არაფერია მაშინ როგორ გადავიდეთ წაქცეულხეს ხედავ მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ ტურბოზავრებო წინ თორ მიწადადგებნა იმ ადგილას სადაც ხიდს გავაკეთებთ ანკი შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი. ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ, პულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ, ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ.
ფიცრები გვჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება. სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულო, დახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ფედია, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? ო! მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე სამს. არა, სამი ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად ერთი კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ ერთი? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ო, ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ. ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დავრგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი? სად არის? მოდით სასწრაფოდ დავრგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერიას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერეა. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ. ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გვჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ. ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბებია ჩხუბობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავსაყრელზე. ჩვენ გავიტანთ და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო წინ! საინტერესოა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწა მოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მასში მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია. მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აგვწიე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ, ტრანშია გათხარე ტბისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ.
კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით ყოჩაღები ვართ. დაწვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ და გვხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია, რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდორის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდორების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასი ვით გემრიელია? ეი, სად მიდიხართ? ფეხბურთი ვითამაშოთ. ვერ ხედავ რომ არ გწალია. და არაფერი არ გკითხოთ, ეს საიდუმლოა. საჯარიმო, კუდი დაუდე და კბილებით ითამაშე. ასე რა? კარგი, ძალიან შორიდან გამოვიქცევი? ძალიან შორიდან? აი, რაკეტა შევქმენით. ეს ხომ ბებია სურიკა? იყო ურიკა, ახლა კი ეს რაკეტაა. რა საკეთებ? გაფუჭებ. მაგარია, შეიძლება გავისეირნო. არა, მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა რაკეტით საირნობა. შენ არ იცი. მე მგონი უბრალოდ ზუნწები ხართ. წავიდეთ აქედან, მეგობრებო. ზუნწები არ ვართ. უბრალოდ ძალიან ფრთხილები ვართ. ახლა სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. შესანიშნავია. ახლა ასე ვსადოთ. ტრაკ, ძალიან მძიმე ხარ. ეს სახიფათოა. დამუხრუჭე ტრაკ, წინ ჭაობია. მუხრუჭების დაყენება დაგვავიწყდა. ჩქარა, ტრაკი ჭაობში ჩავარდა. ტრაკი საფრთხეშია, ტორბოზავრებო წინ. მე მაშველი ვიქნები.
არა, არ ვიქნები. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხომ ჭაობია. ანკი, ტროსი გადაუგდე და ნაპირზე გამოიყვანე. ბეჭა, გაჭა, ტროსი გამოკაჩეთ და ხეზე მიაბით. გაუძელით რაკ? ახლოს ვარ. გაუჭი, გადმოაგდეთ. ჭკარა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ? თორ, შენი დახმარება გჭირდება? ანკი, გამოკაჩე! გმადლობთ მეგობრებო, რომ იქიდან გამომიყვანეთ. ტურბოზავრები ყოველთვის მოდიან დასახმარებლად. ან მოფრინავენ. რამდენი ხანი არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექა-ქუხილია. ბეჭა, გაჭა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექა-ქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექა-ქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მეხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოცანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დოცა იყვანე და მეზობლები შემოიარე. მზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოზავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლის აით გავრცელდება.
მაგარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლმდები. გმადლობ, კატია. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველას აფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი. მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. ბებია, წავიდეთ სოკო დავკრიფოთ. კენკრაც. უჩემოდ წადით. დღეს ბოსტანში ვიმუშავე და დავიღალე. აი, იპოლიტიც წამოვა თქვენთან ერთად. პეტია, მოდი ჩვენ სოფელში სოკოსა და კენკრის მოტანის სერვისი შევქმნათ. ბევრს ხომ მათ დასაკრეფად ტყეში წასვლის დრო არ აქვს. მართალია და ამაში ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. მათთან გავიქცეთ. მართალია, ძალიან კარგი იდეაა. თქვენთან ერთად ვართ. ხომ ასეა, მეგობრებო? მაშინ ყველანი სოკოსა და კენკრის დასაკრეფად წავიდეთ. რა მაგარია. აქ იმდენია, მთელ ქალაქს ეყოფა. მეც ვიპოვე გემრიელი სოკო. სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ სინდისი არ მაძლევს საშუალებას. ჯერ ერთი ზერ, შხამ სოკო არ იჭმევა. მეორეც განძის შესანახი საწყობი უნდა ავაშენოთ. მართალი ხარ, ბუ? ოღონ ჯერ მშენებლობის გეგმა შევადგინოთ. აქ კონვეირი იქნება, აქ შეფუთვა მოხდება, აქ კი დატვირთვა. ყველაფერი გაიგეთ? გავიგეთ. მშენებლობისთვის დაგჭირდება მორები, ქვები და ნაძვის ტოტები. მე და ტრაკი ფუნდამენტს გავაკეთებთ. თორი და ანკი კედლებს და სახურავს მიხედავენ. ტურბოზავრებო, წინ! ჩვენ კი აქ სოკოს ვუდარაჯებთ. თორემ შეიძლება ვინმე შეჭამოს. კარგი საწყობი გამოვიდა, საიმედო. ახლა შეგვიძლია შეფუთვას მივხედოთ, შემდეგ კი მიტანას. სოფლამდე როგორ მივიტანთ? ეს უკვე ზერმა და დომ უნდა გააკეთონ.
მე ვცნოდადებთ, თორემ მძიმე იქნება. რა საჭიროა ამდენი? რას შვრებით? როგორ არ გცხვენია ზერ? კალათები ბოლომდე უნდა გაივსოს. კარგი. ვნახოთ, ვინ მივა სოფელში პირველი და ვინ დაარიგებს კალათებს. კეთილი მგზავრობა, მეგობრებო. როგორც ჩანს, დო ძალიან ჩამომრჩა. შემიძლია დავისვენო და შევჭამო. რა მოხდა ზერ? დახმარება გჭირდება? მე ვამოწმებ სოკო იჭმევა თუ არა, იქნებ შხამსოკოა. შენ თვითონ ხარ შხამსოკო. შხამსოკო წითელია და თეთრი კოპლები აქვს. და მეწიე. სულ არ ჩამომრჩენია. და მელოდე. სიურპრიზი ტყიდან. აქ ხომ სოკოა, კენკრა, რა სასიამოვნო სიურპრიზია. გმადლობთ. მოშორდით, წადით, მაგვიანდება. ესეც ასე. სასაულია. ნამდვილი სოკოს წვიმა. ეს სასაული კი არა, ტყის ძღვენის სწრაფი და საიმედო მოტანაა თქვენს სახლში. ისე ამოვნეთ, მე კი სახლში მეჩქარება. მადლობა დო, მინდოდა შენთვის გამესწროდა, აი, რა მოხდა? მეც მიყვარს ისტრაფე, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ ზერ. ჯობია არ იჩქარო და ყველაფერი სწორად და ფრთხილად გააკეთო. ახლა კი სახლში წავიდეთ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.